ახლა კი მოდით ვისაუბროთ ხელოვნების სინთეზურ სახეებზე, თეატრსა და კინემატოგრაფიაზე. თეატრი წარმოადგენს სინთეზურ ხელოვნებას, რადგანაც აერთიანებს ხელოვნების სხვადასხვა სახეს. დრამატული თეატრი თავის თავში შეიცავს დრამატურგიულ საფუძველს, მუსიკალურ გაფორმებას და სახვით ხელოვნებას. კოსტიუმები, დეკორაციები და საერთოდ სპექტაკლის ხედვითი მხარე, განსაკუთრებით მსახიობის იერსახე. თეატრალური ხელოვნების თემატურ საფუძველს, როგორც ვთქვით, დრამატურგია წარმოადგენს. მხოლოდ თეატრს შეუძლია სრულად გახსნას დრამატურგიაში არსებული მხატვრული შესაძლებლობა. მსახიობები მაყურებლის წინაშე თვალდათვალ განახორციელებენ დრამატული ნაწარმოების გმირთა სახეებს, გარდაქმნიან მათ სპექტაკლის მოქმედ პირებად. მსახიობები თავიანთი თამაშით გადმოგვცემენ დრამატურგის ჩანაფიქრს, თავიანთი თავისადმი დაქვემდებარებულს ხდიან სპექტაკლის გაფორმების ყველა ელემენტს, აცოცხლებენ ტექსტს. აქტიორთა თამაში განსაზღვრავს თეატრის, როგორც ხელოვნების განსაკუთრებული სახეობის სპეციფიკურ თავისებურებას, მის განუმეორებელ მხატვრულ მომხიბვლელობას. აქტიორის გარეშე საერთოდ შეუძლებელია სპექტაკლის შექმნა, იმიტომ რომ თეატრისათვის მსახიობები, აქტიორები სწორედ გახლავთ მხატვრულ გამომსახველობითი საშუალებები. თეატრის ის უნარი, რომ მას ძალა შესწევს თვალსაჩინოდ დაგვანახოს განშლადი მოვლენა მთელ ცხოვრებისეულ კონკრეტულობასა და სირთულეში, განსაზღვრავს მის მნიშვნელოვან ადგილს ხელოვნების სხვა სახეთა შორის. აზრების, გრძნობების, ქცევათა ბრძოლის გარეშე შეუძლებელია თეატრალური მოქმედების განვითარება. პერსონაჟები, რომელნიც მხოლოდ მსჯელობენ და უმოქმედონი არიან, თეატრის ბუნებისათვის მიუღებელია. ისინი არიან მკითხველ რეზონიორები, მაგრამ ცოცხალი სინამდვილის გმირები ნამდვილად არ არიან. თეატრი ლიტერატურისაგან იმით განსხვავდება, რომ ის ხელახლა ქმნის სინამდვილეს თავისი უშუალო ხედვითი თვალსაჩინოებით, ხოლო ფერწერისგან თეატრი განსხვავდება დინამიკისასაკით, მოვლენათა ხასიათითა და განვითარებით. ლიტერატურის, ფერწერის და ქანდაკების ნაწარმოებთაგან განსხვავებით, თეატრალური სპექტაკლი არსებობს მსახიობთა მიერ ნათამაშები ერთი სპექტაკლიდან მეორემდე. მაშინ, როდესაც წიგნი, ან სურათი, ან ქანდაკება, რა კი იგი შექმნილია, მუდმივად არსებობს და შესაძლებელია ყოველ წუთში გახდეს მხატვრული აღქმის ობიექტი. სცენაზე ჩვენ ვხედავთ არა დახატულ, არამედ ცოცხალ ადამიანებს, მსახიობებს, არა ერთ სახასიათო მომენტს, არამედ მოვლენათა განვითარების მთელ ჯაჭვს. სურათს შეიძლება ვუჭვრდეთ 9 საათსაც და 1 საათსაც, რამდენ ხანსაც გაგეხარდება. სპექტაკლში კი ამ ხნის განმავლობაში მოქმედება ძალზე შორს მიდის. მეორე მხრივ, დრამატურგიული ტექსტი, რადგანაც იგი იმისთვისაა გათვალისწინებული, რომ მსახიობებმა უნდა ითამაშონ, რამდენადმე შეზღუდულია თხრობით ლიტერატურასთან შედარებით. ამას ადასტურებს უბრალო შედარებაც პიესისა რომანთან. ის, რაც ხდება სცენაზე, მიმდინარეობს მაყურებლის თვალწინ. სწორედ ამიტომ სპექტაკლს არ შეუძლია ფართოდ ისარგებლოს სინამდვილის ასახვისა და შეფასების რომანისათვის დამახასიათებელი საშუალებებით.
დრამა, ამბობს ლევ ტოლსტოი, ციტატა, უნდა ემსახურებოდეს იმას, რომ მოგვითხროს ადამიანის მთელი ცხოვრების შესახებ, ჩააყენოს ის ისეთ მდგომარეობაში, გამონასკვოს ისეთი კვანძი, რომლის გახსნისას ის ადამიანი სავსებით გამოჩნდება. ციტატის დასასრული. მსახიობთა მიერ ხელახლა შექმნილ მოვლენათა თვალსაჩინო მთლიანობა უშუალო მიმართვა მაყურებლებისადმი, რომელნიც სპექტაკლს ესწრებიან, ხდიან თეატრს სინთეზურ ხელოვნებად, რომელიც ფლობს ესთეტიკური ზემოქმედების უდიდეს ძალას. ანიჭებენ თეატრს იმის უნარს, რომ ემოციური ზეგავლენა იქონიოს მაყურებელზე და რაც მთავარია, სრულყოფილად მიიტანოს მთავარი მაესტროს, რეჟისორის ჩანაფიქრი მაყურებლამდე. დრამატულ თეატრთან ერთად არსებობენ მუსიკალური თეატრები. მუსიკალურ თეატრებში დრამატულისაგან განსხვავებით მუსიკას დაქვემდებარებული ადგილი კი არ უჭირავს, არამედ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სპექტაკლის მხატვრული თავისებურების გახსნაში. მუსიკალური თეატრი თავისი ნაწარმოებით არანაკლებ ძველია, ვიდრე დრამატული თეატრი. უფრო მეტიც, ისტორიული განვითარების ადრეულ ეტაპზე, მაგალითად ჩვენს ერამდე, მეხუთე საუკუნის საბერძნეთში, ყოველი თეატრალური სპექტაკლი ღრმად იყო გაჟღენთილი სიმღერითა და მუსიკით და მხოლოდ კულტურის შემდგომი განვითარებისას მოხდა თეატრის დაყოფა დრამატულ, ტრაგედია, დრამა, კომედია და მუსიკალურ, ოპერა, ბალეტი, ოპერეტა, თეატრებად. შემდეგი სინთეზური სახეობა ხელოვნებისა ეს გახლავთ კინემატოგრაფია. კინო ყველაზე ახალგაზრდა, მაგრამ ყველაზე საინტერესო სახეა ხელოვნების. საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, ფიზიკის, ოპტიკის, სამანქანო ინდუსტრიისა და ტექნიკის მაღალმა განვითარებამ გახადა შესაძლებელი კინოს რთული ტექნოლოგიისა და აპარატურის გაჩენა, მოგვცა შესაძლებლობა გადაღების პრინციპისა და მეთოდის გამომუშავების, მოძრავი გამოსახულების პროექცირების, ცოტა მოგვიანებით კი ხმისა და ფერის განახლების, აღდგენის. კინომ გააფართოვა და სახე უცვალა სანახაობით ხელოვნებათა, თეატრის, ბალეტისა და ასე შემდეგ მხატვრულ შესაძლებლობებს. კინო გახადა, უკაცრავად, კინო გახდა სანახაობითი ხელოვნების თვისებრივად ახალი სახე. კინოფილმის მაყურებელთა რაოდენობა მილიონჯერ აჭარბებს სპექტაკლის მაყურებელთა რაოდენობას. კინოს არსებით თავისებურებას წარმოადგენს მასში სახვითი და სანახაობითი საწყისების თავისებური შეთანხმება. ამდენად კინოც ხელოვნების ერთ-ერთი სინთეზური სახეა. ამასთანავე კინო განსხვავდება თეატრისგანაც თავისი პირველწყაროების, მხატვრული ფოტოგრაფიისა და ფერადი გრაფიკის მულტიპლიკაციისგანაც. კინო არა მარტო იმით განსხვავდება თეატრისაგან, რომ მასში ცოცხალი ადამიანების უშუალო თამაშის მაგიერ ნაჩვენებია მსახიობთა ადრე შესრულებული და ამჟამად ფირის საშუალებით აღდგენილი მოქმედება, არამედ იმითაც, რომ კინოს შესაძლებლობა აქვს გვიჩვენოს ცოცხალი პეიზაჟი, მსახიობთა მოქმედების ნამდვილი, ცოცხალი არეალი. კინოს მაყურებელი მსახიობთან ერთად
თავისუფლად გადაინაცვლებს მოქმედების ერთი ადგილიდან მეორეში. ეს კი უსაზღროდ აფართოებს კინოში ცხოვრების მხატვრული ასახვის შესაძლებლობას. თანამედროვე სუპერთექნოლოგიები, რაც დღევანდელი კინოპროდუქციის შესაქმნელად გამოიყენება, მართლაც სასწაულის ტოლფასია, რაც ფანტასტიურად ზრდის კინოს მოყვარულთა რიცხვს.